2022 წელში NASA-მ შეიმუშავა ახალი პროგრამა არტმა, სადაც მიზანი ის იყო, რომ დედამიწის თანამგზავრი შეეჯახებინა ასტეროიდისათვის. სწორედ ამ პროგრამის გამოყენებული იქნა ჯერადი, ორმაგი ასტეროიდი ასტეროიდს ვეძახით, რომ არის დედა პლანეტა, როგორც დედამიწა და მთვარე. დედამიწას როგორც მთვარე თანამგზავრად დაყვება. ასევე ამ დიდიმოს დაყვება თანამგზავრად დიმორფოსი, რომელთა შორის მანძილი არის 1,2 კილომეტრი. დაკვირვები მდიოდა მთელი 3 წლის განმავლობაში. მანამ გაიშვა კოსმოსური ხომალდი. როცა დაზუსტდა ყველაფერი, გაშვებული იქნა კოსმოსური ხომალდი და 22 წლის 26 სექტემბერს ღამის 3 საათსა 14 წუთზე თბილისის დროით მოხდა კოსმოსური ხომალდის შეჯახება ამ თანამგზავრთან, დიმორფოსთან. შეჯახების შემდეგ დაითვალეს ორბიტის ელემენტები, გამოთვალეს სიჩქარე ყველაფერი და გაირკვა, რომ როცა მეცნიერები ელოდებოდნენ შედეგს, რომ 10 წუთი მაინც უნდა ყოფილიყო, 10 წუთი კი არა, 33 წუთი მოხდა შეჯახების შემდეგ აჩქარება დიმორფოსისა. ამით ესეთი მნიშვნელოვანი ამოცანას გადაწყვეტა მოხდა მსოფლიოში. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის შედეგი, მივიღეთ ფაქტურად მაშინ ჩვენ. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი დედამიწა გადავარჩინოთ შემთხვევით წამოსული ჩვენკენ ასტეროიდისაგან, რომ მოხდეს მისი შეჯახება კოსმოსური ხომალდისა. მიღებული შედეგების საფუძველზე საერთაშორისო ასტრონომიულ საზოგადოებამ ამ ტესტურ დაკვირვებასთან დაკავშირებით მოგვანიჭა ჯილდო მე და ჩემს თანამშრომლებს, ჩემს დოქტორანტს ოვა აივაზიანს. ჩემთვის რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ეს ჯილდო. საქართველოსდან 2 ადამიანი ვართ ფაქტურად ჩართული ამ პროგრამაში. სოფლიოში სულ 80 თანამშრომელი მონაწილეობდა ამ პროგრამაში და 80 თანამშრომელმა, მათ შორის ჩვენ ჩართულებმა მივიღეთ ეს ჯილდო. ეს რა ვიცი, მე მგონი კაი საქმე გავაკეთეთ. ყველა ვარსკვლავი ადგილზეა, მაგრამ აი ეს წერტილი გადაადგილდება. ეს არის თვითონ ასტეროიდი დიდიმოსი. აი შეხედე უკვე გაკაშკაშდა, როგორი იყო აქეთ და როგორი გახდა ეხლა. აი გაკაშკაშდა. აი სადღაც მე 70 კადრი იყო, როცა მოხდა შეჯახება. პირველი და დიდი ჯილდოს არის NASA-სგან, ასე ვთქვათ, მიღებული. ნამდვილად სასიხარულო არის, მით უმეტეს მსოფლიოში სადაც 70-80 ასტრონომიდან 2, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი ვართ საქართველოსდან. მე და ბატონი რაგული ნასარიძე. ეს ორმაგად, ასე ვთქვათ, სასიხარულო არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო ჯილდო ადამიანი მიიღეს, პლუს მაგას რომ ახალგაზრდა ასე ვთქვათ ასტრონომი ვარ, რომელიც დაიმსახურა, ასე ვთქვათ, ეს ჯილდო, ეს ერთ-ერთი დამსახურება არის ჩვენი ობსერვატორიის და პლუს მაგას ჩემი ხელმძღვანელის რაგული ნასარიძის. მე ვარ ადგილობრივი კადრი ახალციხიდან. დავიწყე მუშაობა აბასუნცავსკის ობსერვატორიაში 1975 წლის 18 აგვისტოდან და მუშაობ დღემდე. ამ პერიოდში სხვადასხვა საქმიანობას ვაკეთებ, სხვადასხვა სამუშაოებს ვასრულებდით, როგორც დაკვირვების, ასევე გამოთვლით სამუშაოები. პირველ რიგში აღსანიშნავი არის კატალოგების შექმნა, რომელიც ჩემი მიზანი იყო და ჩვენი ამოცანა იყო ასტრომეტრიის მიმართულებით მუშაობდა. ასტრომეტრია ეს არის კატალოგების შექმნა. იმ უცნობი ობიექტების კოორდინატების განსაზღვრა, რომელსაც არ გააჩნია კოორდინატები. ეხლა შეგჭირდება ჩვენ ეს კოორდინატები. რაღაცა რომ იყოს და ცაზე ვითხრათ, რომ აი ამ არეში არის რაღაცა უცნობი ობიექტი, საჭიროა მის გარშემო ცნობილი იყოს ვარსკვლავები, რომ შევისწავლოთ ეს უცნობი ობიექტი. და ასეთი კატალოგები არსებობს დღეს უამრავი, რომელსაც გარკვეული წვლილი ჩვენც მიგვიწვევს აბასთუმნის ობსერვატორიას. რით არის გამორჩეული ახლა აბასთუმნის საზღვაო ობსერვატორია, ეს ცნობილი ფაქტია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც გვაძლევს საჩუქრებას, რომ მოწმენდილი ღამეების რაოდენობა იყოს დიდი. აქ შეიძლება უკვე სხვადასხვა სამუშაოები, სხვადასხვა სამეცნიერო თვალსაზრისით, სხვადასხვა სამუშაოები, სხვადასხვა თემატიკაზე მიმდინარეობს დაკვირვება.